დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის, ღმერთმა შეიწირო ჩვენი ერთობლივი ღვთისმსახურება და ღმერთმა შეისმინო ჩვენი ლოცვა და ჩვენი ვედრება. მოგილოცავთ ყველას დღეს. არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საუფლო დღესასწაული, რომელიც დღესასწაულსაც ქვია იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლა, ანუ ბზობა, იგივე ბაიაობა. მე მანამ სანამ დღევანდელ დღეს შევეხებოდე, ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გთხოვოთ, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ და გავიაზროთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა. და არა მხოლოდ დღევანდელი დღე, ეს ნებისმიერ საუფლო დღესასწაულზე მაქვს საუბარი. უნდა გავიაზროთ აი ამ ყველაფრის მნიშვნელობა, იმიტომ რომ უნდა განვიცადოთ ის განცდა, რა განცდაც თვითონ იქ მყოფ მოციქულებს და გარშემო ხალხს ჰქონდა. ეს არის ნებისმიერი ქრისტიანის ვალდებულება, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში ჩვენია ყოფნა გამოდის თქვათ უაზრობა. ჩვენ თუ არ ქონდა აი ამისი განცდა. იერუსალიმში იესო არაერთხელ შესვლა, მაგრამ ასეთი შესვლა არასოდეს არ ყოფილა, როგორც ეხლა მოუწყეს თავად ხალხმა. თავად იქ ცხოვრებმა ხალხმა და ეს იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებული როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, მისი შესვლა იერუსალიმში გავდა სატახტო ქალაქში შესვლას, როდესაც შედის მეფე. დიდი ერი მისდევდა მაცხოვარს. და მისდევდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იესო ეხილათ ან იესოს სასწაული ეხილათ, არამედ მისდევდა კიდევ იმიტომ, რომ ენახათ ლაზარე მკვდრეთით აღდგენილი. ჩვენ გუშინ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღესასწაული ჰქონდა და გავიმეორებთ დღესაც, რომ ლაზარე იყო რამოდენიმე დღის გარდაცვლილი, რომელიც უკვე პობაში და გახსნილი იყო მისი სხეული და ესეთი სხეული აღადგინა. სწორედ აი ამ სასწაულის ხილვა უნდათ ძალიან ბევრ ადამიანს და თავმოყრილი იყვნენ იქ, ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული. მათ შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, ფარისევლებიც, მათ შორის იყვნენ მოსული მწიგნობრების, მოციქულები და რა თქმა უნდა, ყოველას ვისაც კი სურვილი ჰქონდა. როდესაც შედის მაცხოვარი იერუსალიმში, ხალხმა თავიანთი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად რტოები, პალმის რტოები მოატეხეს და აი ამას უფენდნენ იმ ვირს, რომელიც ვირზეც მაცხოვარი იჯდა, იმიტომ რომ ვირზე მჯდარი შევიდა იერუსალიმში. ესეც ძველ წინასწარმეტყველებაში ზაქარიას წინასწარმეტყველებაში წერია, თუმცა ამას სხვა მნიშვნელობა აქვს და სხვა ახსნები აქვს. ხალხს, რომელსაც რტოები არ ჰქონდა, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ სამოსელსაც კი იხდიდნენ და სამოსელსაც კი უფენდნენ ხოლმე აი ამ სახედარს, ვირს. აი ახლა დღევანდელობაში მე ვხედავ, რომ უმეტეს თქვენთაგანს გააქვთ მოტანილი ბზა და გიკავიათ ბზა. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ იცოდეთ ბზის ჭეშმარიტი მნიშვნელობა რა არის, რას აღნიშნავს და რომ მიგვაქვს სახში, რატომ მიგვაქვს. ეს არის სიმბოლო სწორედ აი იმ სიხარულისა, როგორი სიხარულითაც ხალხი მაცხოვარ შეხვდა იერუსალიმში შესვლის დროს. ჩვენ აი ამ ზას რომ წავიღებთ, აი ამ რტოებს რომ წავიღებთ, მთელი წლის განმავლობაში ტრადიციად გვაქვს, რომ ვინახავთ რატომ? იმიტომ რომ განა დაამჭყნარ ბზას უყუროთ და მით უმეტეს თქვენ კარგად იცით, რომ თუ მლოცველი არ ახარ და თუ ქრისტიანული ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანი არ ახარ, ებზის ტოტები იქცევა ობობების ბუდეთ, სხვა არაფერი რა დამიჯერეთ რა. მაგრამ თუ შენ მოული და თუ შენ აი ამას მოიპყრობ ისე როგორც წესია, ყოველთვის გაგახსენებს აი დღევანდელ დღეს და ყოველთვის განახებს შენ იმას, რომ შენს უნდა აი ესეთი სიხარული შეხვდე უფალს. როგორც ბზის მნიშვნელობა არის. ჩვენ ვეგებებით უფალს ბზით ხელში, როგორც ეგებებოდნენ აგერ უწინდელი ხალხი, იმ სიხარული. მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარს ძალიან დიდი სიხარული და სიყვარულით შეხვდნენ და დიდი პატივის მიგებით შეხვდნენ, ნაცვლად იმის, რომ მაცხოვარი გახარებული ყოფილიყო, ტიროდა. და რატომ ტიროდა? იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლოვდებოდა მისი ჯვარცმის დღეები, თუმცა განაიშინოდა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ აი ხალხის გამო ტიროდა. მე გუშინაც გითხარით თქვენ, ხალხს რომ გადაავლო თვალი ამ ხელა ბრბოს, წარმოიდგინეთ, უგალოვდნენ, საუფლო გალობას უგალოვდნენ და ხალხს რა შეხედა დაინახა მათი სულიერი მდგომარეობა, მათი გული დაინახა და იგრძნო ის, რომ მრავალი აი ამ ხალხიდან სულ რამოდენიმე დღეში 3-4 დღის შემდგომ წიგნობრების და მოხუცების გვერდით იდგებოდა და იყვირებდნენ და იძახებდნენ, რომ ჯვარს აცვი ეგეო. აი სწორედ აი ამის გამო ტიროდა, რომ ხედავდა რამდენი სულს ელოდებოდა წარწმენა. აი ამ გულის ტკივილით ტიროდა მაცხოვარი ჩემო ძვირფასებო და ეს საშიშროება ნებისმიერ ქრისტიანს აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა იმ დროში არ ვართ, მაგრამ ჩვენ ახლა როგორც აქ დღესასწაულობთ,
დააღვნიშნოთ დღევანდელ დღეს, აი ეს სიხარული უნდა გაყვეს მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ მთელი სიხარით უნდა ველოდებოდეთ უფალს, უფლის მოსვლას და უფალი რომ მოვიდეს ჩვენ, აი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ მივეგებოთ და ჩვენს გულში შევუშვათ. მე ყოველთვის გიმეორებთ და ახლაც განმეორდები, რომ უფალი რომ შენში შემოვიდეს, შენი გული გამზადებული უნდა იყოს, ადგილი უნდა გქონდეს შენს გულში უფალს. თუ კი შენს გულში ჩაიხედავ და დაინახავ, რომ ყველაფერია, რაც აი ამ სოფელში არის სიამოვნება, იქ რაღაცა ჭამასმა, კეთილდღეობა, უფლის ადგილი თუ არა გაქვს, მაშინ როგორ შემოვა უფალი შენს გულში? აი ლოგიკურადაც რომ თქვა, გამორიცხულია რა. თავარი ჯერ უფლის ადგილი უნდა გქონდეს გულში ჩემო ძვირფასებო და შემდგომ ისე უნდა ვზრუნავდეთ აი ამ სოფელში. იმიტომ რომ სახარებაშიც გვიწერია, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ცხონების საკითხი, ცეცხლსასროლი ზამკვიდრების საკითხი. და შემდგომ ყოველივე მოგვეცემა ჩვენ. ისე რა ყველაფერს უფალი არ გვაძლევს, თუ ჩვენ მიუხედავად იმისა, თუნდაც მუშაობდეთ, თუნდაც როგორი მძიმე სამსახურიც არ უნდა გქონდეს, ეს ყველაფერი გვეძლევა უფლით, იმიტომ რომ ხელი და ფეხი რო არ გქონდეს, ჯანმრთელობა რო არ გქონდეს და უნარი რო არ გქონდეს, ხო ვერ იმუშავ, გამორიცხულია, იქნები ერთ-ერთი უძლური ადამიანი. რასაც შენ გაქვს შემოსავალი, რასაც შენ გააძლევს უფალი, დამიჯერე ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და აი ამით უნდა მადლობდეთ უფალს. ერთ-ერთმა ჩვენი ეპარქიის მოძღვარმა ესეთი ამბავი თქვა და მე მინდა მოგიყვეთ ძალიან მცირედ, რომ იყო ვინმე მდიდარი კაცი, რომელიც რომ აღმოჩნდა საავადმყოფოში. და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მძიმედ იყო, მძიმედ ავად იყო და თანხა თქვენ ჩვენი საავადმყოფოს აქ ხდება, ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენი საავადმყოფოს პრინციპი კი იცით როგორ არის, ხო? ნახეთ, ამ კაცს სჭირდებოდა ჟანგბადი და მანამდე არ შეერთეს ჟანგბადზე, სანამ ფული არ გადაახტევინეს. და ამ კაცმა იტირა და რატომ იტირა, ნახეთ. თქვენ ახლა რამოდენიმე წუთის გამო რომ ჟანგბადი ჰაერი მას უთხოვთ და თანხას უთხოვთ და ისე დაუბერდიო, რომ უფასო ჰაერს სულთქავ უფლისგან მოცემულს და მადლობა არასოდეს არ მithქვიაო. აი ამის გამოც კი ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ისე. იმიტომ რომ ჩვენ ასე რომ ამბობენ, პირში სული გვიდგა, რომ სულთქავთ აი ამ ჰაერს. ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ უფალს, თორე რამდენი ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას და მიდის, ჩვენზე ალბათ ბევრად საჭირონი ამას ოფლისთვის. ისეთი ხალხი გვდება, რომ გული მისკდება, რომ ამ კაცს უნდა ეცხოვო, ეს ჩვენ გჭირდებოდა და რამდენი აქ უვარგისი ადამიანი ვართ. მაგრამ ალბათ ესეც ღვთისნებაა, იმიტომ რომ ჩვენ ეს უვარგისობა უნდა კეთილად შევცვალოთ ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი ამ სოფელში მოსვლა ეს არ არის როგორც კამათელის გაგორება, არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ რადგან დაგვბადა უფალმა ამ სოფელში, დაგვბადა ძალიან დიდი იმედით და ძალიან დიდი სიყვარულით და უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სიტყვის ჩვენგან უფალი. მარტო ჭამა, სმა, ძილი, სამსახური ეს არაფერს არ მოგვითანს, გამორიცხულია რა. ასე სულს დავიღუპავთ რა. იმ საშუალებას დავკარგავთ რა, საშუალებასაც სულის ცხონება ქვია. რისი საშუალებას რომ უფალმა ესე თავისი დიდი უანგარო სიყვარულით გვარგუნა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგამრავლოთ და მე მინდა გისურვოთ ის რაც წეგან გითხარით. ძალიან დიდი სიფრთხილით და კრძალვით იყავით დამოკიდებულები. საეკლესიო კუთხესთან, ხატების კუთხესთან, ბზასთან, ეს ყველაფერი როგორც სიწმინდე ესე მიიჩნიეთ. და ყველაფერი თუნდაც ბზა, მიდით ყოველდღე მიდით, ილოცეთ, დილით საღამოს ილოცეთ, ეს აუცილებელია ნებისმიერი ქრისტიანი მაზიარებელი ხარ თუ არა ხარ მაზიარებელი, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ვართ ვალდებული, რომ დილით აღდგომილმა მადლობა უნდა შევწიროთ უფალს და დღის განვლილი დღის შემდგომ უკვე მადლობა უნდა მოუხადოთ ღმერთს, რომ კიდე ცოცხლები ვართ და შემწება უნდა ვთხოვოთ, რომ აგერ მშვიდობით დააღამოს და გაათენოს მომავალი დღე. ამის ვალდებული ნებისმიერი ადამიანი ვარ. ასე რომ მიდით არ დაიზაროთ სულ რამოდენიმე წუთით. მოკლედ მაინც ილოცეთ, მოკლედ თუ არა თქვენი გულით, თქვენი სიტყვებით მაინც ილოცეთ, ჩემო უფასებო, რომ რაღაცა ელემენტარული კავშირი შედგეს თქვენსა და ღმერთს შორის. თუ ეს კავშირი არ შედგება, ჩვენ თუ არ გვექნება სწორი დამოკიდებულობა უფალთან დამიჯერე, ბზის ტოტი კი არა, ბზა რომ მთლიანი ძირიანთ ამოგვლიჯოთ და სახში დავდგათ, აზრი არ იქნება. მაინც არანაირი აზრი არ იქნება რა. ასევე არის ნაკურთხი წყალი, ნაკურთხი ზეთი, სეფისკვერები მიგვაქვს ხოლმე სახში. აი ამ ყველაფერთან უნდა გქონდეს ჩვენ სწორი დამოკიდებულობა აუცილებლად. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი სიყვარულის განცდა, თუნდაც დღევანდელი დღე. აი გავიხსენოთ
ღვთისმშობელს რომ გამოიცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ხარებას გულის ხარებით დღესაულს როგორ ახარა გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანაა ნახეთ თურმე მთავარი სიხარული რა არის უფლის ჩვენთან ყოფნაა სიხარული სწორედ აი ეს ახარა ანგელოზმა მარიამს ანუ ფაქტია თუ კი უფალი ჩვენთანაა ნებისმიერი სიხარულის დასაწყისი ხო სიყვარულია ან და პირიქით სიყვარული თუ არა გაქვს სიხარულს ვერ განიცდი თუ სიხარულს ვერ გრძნობ ვერ სიყვარულს ვერ განიცდი და აი ამისი დაუშველი წყარო არის თავად მაცხოვარი ჩემო ძირფოსებო თუ კი შენთან არის უფალი თუ კი შენს გულშია და თუ კი შენში არის უფალი დამიჯერეთ რა გახარებულებიც იქნებით ბედნიერებიც იქნებით და სიყვარულით იქნებით ავსებულნი სიხარული ეს არ არის დროებითი ეს არ არის მიწე რა თქმა უნდა არსებობს მიწიერი სიხარული რომ ვიღაცა რაღაცას გაგახარებს და თუმცა ერთ წამში ვეკრება ერთ წუთში ქრება რამოდენიმე კვირა გასტანს მაინც ქრება იმიტომ ქრება რომ ეს სიხარული იყო დროებითი მაგრამ რა სიხარულსაც თავად უფალი გვასწავლის და უფალი გვაძლევს ეს სიხარული არის დაუსრულებელი გამოიწვია აი ამ სიხარულის მოცემა შეუძლია უფალს ღმერთმა გაგახაროთ ჩემო ძირფოსებო ღმერთმა გაგამრავლოთ ღეგრძელობა მოგცეთ გახარება მოგცეთ და გამრავლება მოგცეთ ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთის უანგარო სიყვარული უფლის უანგარო სიყვარული იმიტომ რომ უფალს ძალიან ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა მაძიებელია ღვთისა მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ის რომ უფალს ეძებენ რაღაცის გამო ან რაღაციდან გამომდინარე ეს არასწორი მიდგომაა პირიქით ამით უფრო დავაზიანოთ ჩვენ თავს უფალი უნდა გვინდოდეს თავად არსებისათვის სიცოცხლისათვის უნდა გვინდოდეს უფალი იმიტომ რომ უფალია ჩვენი სიცოცხლე სიცოცხლის მომცემელია თავად უფალი ასე რომ მოგმალოს ღმერთმა უანგარო სიყვარული უფლისა მოყვასისა უანგარო სიყვარული და აი ესე დაუსრულებელი სიხარული მოგმალოს ჩვენს გულებში ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგამრავლოთ გილოცავთ თქვენ და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ჩვენს პატრიარქს ჩვენს მეუფეს ჩვენს მამებს ულოცავ დიდი სიყვარულით დღევანდელ დღეს